ემოციების მართვა. გამოკითხვა ჩავატარეთ და ფინანსური თავისუფლება, ემოციების მართვა, რა იყო კიდევ ჩვენს გამოკითხვაში? ხო, მოკლედ, რამოდენიმე საკითხი დავწერეთ და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ჩემი გვერდის გამომწერებისთვის აღმოჩნდა ემოციების მართვა. და დღეს ვისაუბრებთ ემოციების მართვაზე. ცოტა ისეთი გონია რომ ხშირად გაჟღერებული თითქოს ყველაფერი ვიცით ამის შესახებ, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე და რო გითხრათ სიმართლე, მომინდა რომ რაღაცა ისეთი მეპოვა, რომელიც რეალურად დაგეხმარება თქვენ ემოციების მართვაში. რადგან მე არ მჯერა ესეთი რეცეპტების, აი თუ ამას გააკეთებ, შენ ადვილად მართავ 3 დაუშვათ, რა ქვია, პრაქტიკა, 3 ლაიფჰაკი, როგორ მართო ემოციები. ესეთი რაიმე ზოგადად არ არსებობს, იმიტომ რომ ემოციების მართვა არ არის ადვილი და ამას ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საბაბი აქვს ხოლმე და ესე ვთქვათ, ეს შინაგანი პროცესები, რომელსაც აი ასე უცებ 3 ლაიფჰაკში ვერ დაძლევ. თუმცა მე შევეცადე, ახლა რასაც გაგიზიარებთ, მოგცეთ ის ცოდნა, რომელმაც შეიძლება აი ამ ეტაპზე, თუნდაც რაღაცა დონის ემოციის მართვაში დაგეხმაროთ. და ამისათვის უბრალოდ მე ჩემთვის დილ პრაქტიკას ვაკეთებდი და უცებ აი ამ პრაქტიკის დროს მომდის ფრაზები გონებაში, შევწყვიტე რა თქმა უნდა იმ პრაქტიკის კეთება და ეგრევე ჩავიწერე და ეხლა პირდაპირ აი აქედან წაგიკითხავთ რაღაცა მონაკოც რაც ჩავიწერე. ანუ უცებ მოდის ესეთი აზრი, რომ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ანუ ვიცით რომ არის ესეთი ტექნიკა, ჩასუნთქვა და სუნთქვის ჩასუნთქვა 4 თვალზე, შეკავება 4 თვალზე, ამოსუნთქვა 4 თვალზე და შეკავება 4 თვალზე. არის ეს პრაქტიკა, კი, ცნობილი პრაქტიკაა, თუმცა რამდენად შეუძლია ადამიანს იმ მომენტში გაჩერდეს, როდესაც ემოციას ვერ მართავს და სუნთქვა დაიწყოს და ამ დარეგულირება სუნთქვის ცოტა მეჭვება. და ალბათ სწორედ მაქედან გამომდინარე, რომ ცოტა ისეთი პრაქტიკული რჩევის, ესე ვთქვათ, ძიებაში ვიყავი, მომივიდა ესეთი აზრი უცებ. თავარია ამოიცნო ემოცია, თუ იმ მომენტში ვერ შეძლებ, გააკეთე მერე, ანუ ამოცნობა. გაიხსენე რა უძღოდა ამას წინ, ანუ ემოციის ვერ გაკონტროლება უკვე პიკი იყო და მას რაღაც მაპროვოცირებელი მომენტები უძღოდა წინ. გაიხსენე წინადღები, აღწერე წერილობით და გამოიყვანე შენი ალგორითმი. აი უცებ მოვიდა ეს ფრაზები. ზოგადად ალგორითმის გამოყვანის დავალებას მე ხშირად ვაძლევ ჩემს კლიენტებს იმისათვის, რომ რაღაცა რაც შემდეგ მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, ხშირად ამის წინაპირობებს თუ განსაზღვროთ ჩვენ და გამოვიყვანთ ალგორითმს, ეს დაგვეხმარება შემდგომი პრევენციისთვის, შემდგომი თავიდან არიდებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ დავინახავთ, საიდან დაიწყო ის ამბავი, რომელსაც ამ წუთას ვერ ვუკლავდებით. და რას მოგცემს ეს ალგორითმი? აი რატომ უნდა გამოიყვანო ეს ალგორითმი? ანუ რატომ უნდა დააკვირდე, რა ხდებოდა, რა უძღოდა ამ აფეთქებას, ემოციის უკონტროლობას, რა უძღოდა წინ, რას მოგცემს ამის ალგორითმი? როცა ამოიცნობ ნიშნებს ალგორითმი და თუ რა უძღოდა წინ უმართავ ემოციამდე მისვლას, ეს დაგეხმარება დასაწყისშივე შეცვალო რამე და არ მიიყვანო ემოციის უმართავობის პიკზე. ანუ ეს არის ფაქტიურად, ეს მომივიდა მე თავში აზრად და აღმოჩნდა, რომ თურმე ამის შესაბამისი ფორმულაც კი არსებობს. მეგობრებო და ეხლა კი უკვე გიზიარებთ აი ამ ფორმულას, რომელიც ძალიან კარგად დაგეხმარებათ, თუ რა თქმა უნდა თქვენ იმუშავებთ თქვენს თავზე და ყველა შემთხვევაში, მოდი ესე ვიტყვი, თქვენ იმ შემთხვევაში იმუშავებთ თქვენს თავზე და ემოციის მართვაზე, თუ თქვენი თავი არის თქვენთვის პრიორიტეტი. მაგრამ თუ ეს ასე არ გახდება და შენ არ ჩათვლი, რომ შენ ხარ პრიორიტეტი შენ ცხოვრებაში და
შენი ემოციებია მნიშვნელოვანი, მაშინ ამ პრაქტიკასაც არ გააკეთებ. და მაინც ყველა შემთხვევაში მე გიზიარებ ამ პრაქტიკას და რაში მდგომარეობს ახლა ეს ფორმულა თვითონ. ფორმულა ძალიან უცნაურად ჟღერს. A უდრის G plus P გამრავლებული D-ზე. რა თქმა უნდა ეს თარგმნილია, ამას აქვს ფსიქოლოგიური ფორმულა ინგლისურ ენაზე და მე თქვენთვის სპეციალურად გადმოვთარგმნე, რომ უფრო ადვილად დაგვამახსოვრდეს. ანუ A არის აფეთქება, ანუ პიკი, როდესაც ჩვენ ვერ ვმართეთ ემოცია, ანუ ემოციის უმართავობა. ეს უდრის რომ გარეგანი ფაქტორებს, ანუ G პლუს ფიზიკური მდგომარეობა და ეს გამრავლებული დროზე რამდენხანსაც ეს ფაქტორები გრძელდებოდა. ანუ რა იგულისხმება ამაში? ანუ თუ კი რაღაცა დაძაბული სიტუაცია გვაქვს ოჯახში, მშობლებთან, შვილებთან, ან სამსახურში, რაღაცა ისეთი ემოცია, რომელიც ჩვენ ბოლომდე ვერ ამოვიცანით, ვერ გამოვხატეთ, გადავყლაპეთ, რაღაც სათქმელი არ თქვით. აი ეს ემოციები თუ დაგროვდა რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ეს არის გარეგანი ფაქტორები. ფიზიკური მდგომარეობა. ფიზიკურ მდგომარეობაში შედის მეგობრებო, თუ დაუშვათ რაღაცა დიეტას ან რაიმეს ვაკეთებ და ხშირად ვშიმშილობ, ან იმ მომენტში ვარ შეიძლება მშიერი, ან გამოუძინებლები ვართ, ან გადაღლილები ვართ განვლილი დღეებისგან, ეს უკვე არის ფიზიკური მდგომარეობა, ანუ ფორმულის ეს ნაწილი. და ეს ორივე, ანუ გარეგანი ფაქტორები და ფიზიკური მდგომარეობის ჯამი გამრავლებული დროზე რამდენად დიდხანს გაგრძელდა ეს, მოუგვარებლად ჩათვალეთ, რომ აი მაგალითად რომ შევაფასოთ, დაუშვათ გარეგანი ფაქტორები შევაფასოთ 5 ქულაზე, ხო? და ფიზიკური მდგომარეობაც 5 ქულაზე. ამათი ჯამი გამრავლებული თუ ეს გრძელდებოდა 3 საათი და ჩვენ არ მოვაგვარეთ, აი დაუშვათ თუ მშიერი ვიყავი არ ვჭამე და ის კიდევ უფრო მეტხანს დავამძიმე, ესე ვთქვათ, ფიზიკური მდგომარეობა, 3 საათზე გამრავლებული ეს იქნება 30%. ასიდან 30%. ანუ ჩვენი ემოციები უმართავი ხდება ამ შემთხვევაში და აფეთქების სავარაუდო პროცენტულობა არის ამ შემთხვევაში 30%. წარმოგიდგენთ როგორი მათემატიკური სიზუსტით შეგიძლია თქვენ შეაფასოთ, რა თქმა უნდა, ანუ თუნდაც ის განვლილი დღეები, განვლილი ემოციები, ანუ თუ მოხდა ემოციის უმართავობა და თქვენ ვერ გააკონტროლეთ თქვენი თავი, გააკეთეთ წინა დღეების სკანირება, ზუსტად აი ამ ფორმულის მიხედვით. და თქვენ დააფიქსირებთ იმ მოვლენებს, რომლებმაც გამოიწვია ზუსტად ეს ემოციების უმართავობა და რამდენხანს გრძელდებოდა ის პროცესები, შესაბამისად თქვენ შემდგომში მოახერხებთ უფრო ადვილად გამოთვალოთ თქვენი ალგორითმი. როდესაც იქნება უკვე ის მომენტები, რომ თქვენ დააფიქსირებთ, რომ ხართ გაღიზიანებული, არ გამოთქვით თქვენი სათქმელი, მშიერი ხართ დაუშვათ და ესეც გაღიზიანებთ, თქვენ მიხვდებით, რომ თუ ეს დიდხანს გაგრძელდება, ეს გამოიწვევს რაღაცა მომენტში ვიღაცაზე არასწორი ადრესატის მიმართ იმ ემოციის გადმოფრქვევას, რომელიც თქვენში გამოიწვევს უკონტროლობას. ამიტომ მეგობრებო, ყურადღებით იმ ალგორითმთან, იმ მოვლენებთან, რაც უძღვის ხოლმე აი ამ ემოციის ამოფრქვევას და ერთი რაღაცა მინდა დავამატო აქ, რომ ტემპი, რომელიც ეხლა აი ამ პერიოდში, განსაკუთრებით პერიოდში, მე 2026 არ გულისხმობ, ზოგადად ბოლო პერიოდი, არის ძალიან აჩქარებული ტემპი ცხოვრების. შესაბამისად, ამან მოიტანა სწორედ ის, რომ ხშირად ჩვენ გონია, რომ რაც უფრო მეტ რაიმეს ვასწრებთ მოკლე დროის განმავლობაში,
ჩვენ ვერ ვატანთ ესე რომ ვთქვათ გემოს ცხოვრებას და ძალიან ბევრი ემოციას გავდივართ და ეს იმდენად overdose-ია, გადაჭარბებულია ჩვენი ფსიქიკისთვის, გონებისთვის, რომ ხშირად ამის გამო უკვე ემოციების კონტროლი ძალიან რთული ხდება. ამიტომ შეიძლება ძალიან ელემენტარულმა ამბებმაც კი გაგიადვილოთ ემოციების კონტროლი. თუნდაც იმან, რომ თუ თქვენ დღის რუტინაში ჩართავთ სიჩუმის თერაპიას, არ ვიცი გიცდიათ თუ არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არც ისე ადვილი შესასრულებელი, რომ გითხრათ სიმართლე. დღევანდლის კითხვაში დამისვეს მაგალითად ზუსტად ეს კითხვა, რომ გაიჭიშა ინტერნეტის შუქი და რას აკეთებ ამ შემთხვევაშიო და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიანაც კარგი რომ გაიჭიშება ხოლმე ინტერნეტიც და შუქიც, იმიტომ რომ იმ დროს მე ვრჩები სიჩუმეში და ეს არის საოცარი თერაპია. თუნდაც დღეში 5 წუთი რომ თქვენი თავი ამყოფოთ სიჩუმეში და არაფერზე არ იფიქროთ იმ მომენტში. თუნდაც მოლიცრიცე ფოთოლს ამ ზისხილს ფანჯარაში. და ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ჩავთოთ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობაში და რუტინაში სეირნობა უმიზნოდ. დიახ, მეგობრებო, ეს კავშირშია ემოციების მართვასთან. სეირნობა უმიზნოდ უბრალოდ, როდესაც შენ სეირნობ, ფეხი დადიხარ. ეს 15 წუთი იქნება თუ უფრო მეტი, რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული. ხშირად ისმის ხოლმე ესეთი კითხვა, რომ რა ღირს ჩემი უკეთესი ცხოვრება? უკეთესი ცხოვრების ნაწილი ხომ არის ის, რომ ჩვენ ემოციების მართვა ვისწავლოთ. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ზუსტად ეს საფასურია და ღირს. 9 საათი შენი სეირნობა? ხარ თუ არა მზად ამისთვის, რომ შენ რუტინაში გადაიყვანეს თუნდაც შენელება ცხოვრების და არა იმის ფიქრი, რომ იქნებ როგორღაც 24 საათი შვიდზე კი არა, უფრო გავზარდო კიდევ ჩემი პროდუქტიულობა. ანუ დავიჯერეთ, ცხოვრებაში არ არსებობს არც საკმარისი დრო და არც საკმარისი ფული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ პროცესით ტკბობა, ეს რა პროცესებიც იქნება ცხოვრებაში, ეს კულინარია იქნება თუ მეგობრებთან გატარებული დრო. თავარი არის რომ ვისწავლოთ, ვიყოთ აქ და ამჟამად და იმ პროცესებში, რომლებსაც ახლა გავდივართ ჩვენ. ეს ძალიან დაგეხმარებათ ემოციების მართვაში. არ ვიცი თქვენთვის ახლა ეს რამდენად პრაქტიკული აღმოჩნდება, იმედი მაქვს რომ გამოიყენებთ ამ ფორმულას, აი ამ ფორმულაზეა საუბარი და ეს იყო ჩვენი პოდკასტი ნომერი 17 ემოციების მართვა. და ემოციების მართვა ნამდვილად დაგეხმარებათ იცხოვრო შენი ბედნიერი ცხოვრება.